ხინკალი. სოფლიოში ყველაზე გემრიელი კერძის დაბადების დღე მომიწყო. დღეს ვლაპარაკობ ქართული გასტრონომიის მწვერვალზე და სიყვარულზე და ბედნიერებაზე. არ დაინდოს ასეთი ხინკალი. შეიძლება კუჭი იმიტომ აქვს რომ სხვანაირი ფორმა ვერ მოიგონეს უბრალოდ. ესე რომ ვზივარ, ხინკალი რო ახლოს მოდის მეღიმება, რაც უფრო ახლოს მოდის, მეტ უფრო მეღიმება. გამესაც რეკორდი იხსნება. ნაბახუსევი ბონუსი არის ხინკლისთვის. მარტო გემრიელი არ არის, შენი მშველელია. კუჭების დატოლების დროა. ეს მარტო რეჰანი არა. კარგია. საუკეთესო. მეც ცოტა დამატდა რა. ხინკალი. ეს ის სიტყვა, რომლის გაგონებაზეც ერწყმები გვადგება და ჭამაგვინდება. დღევანდელი ეპიზოდი მიეძღვნება ხინკლის დაბადების დღეს საჭაშნიკეში მივდივართ და დღეს იქნება ყველაფერი ხინკალზე. სელფის რუბრიკაშიც ხინკალზე ვისაუბრებთ, სტუმრებთანაც ხინკალზე ვისაუბრებთ და სამზარეულოშიც იქნება მხოლოდ ხინკალი. მანამდე, რა თქმა უნდა, ყავას დავლებთ. ჩემი ყავა. თოლაშას ყურადღება ახალმა ენერგეტიკულმა მიიქცია. ძალიან მაგარი შეფუთო აქვს. Cool. Toxic waste. მოვედით საჭაშნიკეში. მე დილიდან მშიერი და მომზადებული ვარ ხინკლის დაბადების დღისთვის. ლაშაც გიორგი არ ვიცი. შევიდეთ და უკვე შიგნით ვნახავთ, ვინ შემოგვიერთდება, სამზარეულოსაც გადავიღებთ და ხინკლის ჭამას თავისთავად. წამო. აქ ის არის, ამბები. მზადება. ჩვენ ადრე მოვედით და ეს გამოცდილება არ გაგვივლია, გაიგე, welcome drink-ის. იაჩო, რომელსაც რეჰანიდან იცნობთ. ნუ რეჰანიდან არა ისეც გიცნობთ, აფსონა, რომელსაც ისედაც იცნობთ, მაგრამ კუკინგიდანაც იცნობთ. ჩვენი მეგობრები და გამარჯობა. გასალმებით. მოდი სოფლიოში ყველაზე გემრიელი კერძის დაბადების დღე მომიწყო. ჩემი აზრით ეგრეა. ჩემ რენკინგში უცვლელ პირველ ადგილს იკავებს 1-20 წელი. ობიექტურად ჩემსაც. რამდენი უნდა გადაგიხადო ფული რომ მაგის ჭამაზე უარი თქო მთელი ცხოვრება. ეს იყო კითხვა რომელიც მე დავუშვი გზაში. და რამდენი? მე დავასახელებ რამდენზე იყიდე. გაიყიდა. ხინკლის არჭამაზე გაიყიდე. მაგრამ ძალიან მიყვარს ხინკალი. სანამ მაგას გადამიხდე ყველაზე 1 მილიარდს თუ გადამიხდიან. აი ლოგიკური, ხო ეს ლოგიკური ფასი არის. შენ გაიყიდე ძალიან სამართლია. ია, ფადაჩო. მე $1,000,000 გავიგე. მილიონს ხო გადაგიხდიან რა. ეგეც არის. ეგეც მოდი არის. ხინკალს გავუმარჯოს. ხინკალს გავუმარჯოს. აკაურობას გავუმარჯოს. ნამდვილად. ხინკალი ასეთია. ეგ ხო პრობლემა რა. ყველა ხო არ გადაუხდის ხინკალს დაბადების დღეს. აკაურობას მაგითო გავუმარჯოს. გაუმარჯოს. გაინარდა ჯაჯა. მიდით. მოგაშორებთ კამერას. გაუმარჯოს ხინკლის დაბადების დღე იწყება ესე. Welcome drink-ით საჭაშნიკეში. მე ბოლომდე ვერ დავლებ. ჩემს მიყოლება არ შეიძლება. მეგობრული შეჯიბრის წესებით თუ შეიძლება ჭიპები ამ მიირთვათ დაგვიტოვეთ, იმიტომ რომ ჭიპები არის ოფიციალური სტანდარტი, რამდენი ხინკალი შეჭამეთ, მაგის მიხედვით ვიტყვით. კუჭები არა ჭიპები, იმიტომ რომ კუჭი არის შიგნით, ჭიპი არის გარეთ. მე მგონი ნომენკლატურა შესაძლებელი არის. ან გუმბათი, არ ვიცი, შეიძლება მაგაზეც ვიტყვით. არ დაინდოს ასეთი ხინკალი. მოვიდა პირველი პარტია. აი ეს ხინკალი ხო ისეთი კერძია, აი სრულყოფილია თავისი გემოთ, მომზადების ტექნიკით, მირთმევის ტექნიკით, წვენი რო არ უნდა დაგეღვაროს.
თავის ფორმით, კულტურით ხინკალი რო გვაერთიანებს, დავით ნაოჭების რაოდენობის დათვლით, რომელიც აი მზის ღმერთებთან თუ იესოს ასაკთან არის გაიგივებული. დავიწყე. როგორც ლაშა მასწავლა, ჩემსკენ კუჭი, პირველი კბეჩა პატარა. თიულურია, მწვანილო, ნამდვილი. დილიდან შიმშილი კარგი აზრია. ძალიან ბევრი ხორცია. არა, არ არის უმწვანილო, ქალაქური ყოფილა მწვანილიანია. ეხა უცებ ეჭვი შემეპარა, ქალაქური უფრო ხო არ მიყვარს მეთქი, არ ჩამხოლოდ. საგემრიელია. ცოტა ცხარეა, ოდნავ სიცხარე აქვს და აი უხდება რა. ძალიან წვნიანი იყო. სიცხარე, მწვანილი ეს ხორცი კაია, მაგრამ ნუ მაინც ნამდვილი ხინკალი თიულურია. მე გამისწორდა. გადავინაცვლე ჩემ მარჯვნივ. აი მე რა კარგი უკაცრავად ეხლა. ნებართვა მაინც ამეხო, მაგრამ არ გჭირდებათ ამ შემთხვევაში არავითარი ნებართვა. ორი კუჭი შეიმჩნევა. კი, ორი წელი კუჭი ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს არის ძალიან მოკრძალებული სტარტი, იმიტომ რომ ვეცდები 10-მდე ავიდე მინი. 10-მდე? ხო, აბა გამეზა ვერ ვარ ეხა, იმან 31 ეჭამა უნდა მოსოვარო. ჩვენ ეპიზოდში ხო ღიპლომიც ვაჩვენეთ ამ იმის გამესას. 31 ხინკალი. სიგიზეა. არა ხინკალი ჩემი საყვარელი კერძია რა, დიდი უპირატესობით და ძალიან მევესება. ეს ხინკალი, ნუ გავიგე რომ სხვა ქვეყნის სამზარეულოებში ყველგან არის ომის ხორცის კომბინაცია, დამპლინგი მაინც უძველესია, მაგრამ ისეთ მართლაც რო ყოფილი კერძია, აი არაფერი რო არ ჭირდება, სხვა კერძები ხო არა, შეიძლება ხო. დავიდასიდება, გეტყვით, ო, იხება ხინკლის თანადროული ოფიციალური პროგრამა, სხვა ქვეყნის სამზარეულოს თუ მაჩვენებ პროგრამირებულ ვარიაციას ამ კომბინაციის, ანუ ეს კონცეფტი რაც არის. მაშინ კეთს მოვიხდი. მაგრამ ამიტომ მადლობა მონღოლებს, რამდენიმე ისტორიული წყაროს თანახმად მონღოლების წყალობით გვაქვს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ქართველებმა მოამზადეს ისე და იმ ფორმით, როგორც მე მსოფლიომ გაიცნო რა. აი ეს რიტუალიც როგორ მევასება. ხოდა მაგაზეც ერთი დავა და გამაცია და მე გამომწერებს ხო რომ მოიწერო. ხო. კი, იმით ფილტილით გიყვარს, ხინკალი თუ ფილტილის გარეშე. მე ვარ ძალიან ფილტილი რა. ძალიან. ხო, მე ამის გარეშე კი შევჭამ, თუმცა სხვაგან წამიღებს და ეს მირჩევი. მეორად კაი კერძია. რადგან ქალაქში ხო, ქალაქი, მაგრამ მე მთიულურის კაცი ვარ ის. კუჭი ხო ეს როჟა მაგიტო არის, რომ სულ რო ბინძური ხელი კონდეს შეჭამ რა. ესე ამბობენ, მაგრამ მე ერთ რამეს გაგიზიარებ. ჩემს მოსაზრებას. არა, კუჭი იწურას გამიზია. თქვენ ძალიან ბევრი ისტორიას მოისმენთ ხინკალზე. ხინკლის წარმოშობაზე. ძალიან ბევრი ისტორიას მოისმენთ კუჭი რატომ აქვს ხინკალს. მაგრამ იცოდეთ რომ ეს ყველაფერი არავინ არ იცის მართლა ესე იყო თუ არა. შეიძლება კუჭი იმიტომ აქვს რომ სხვანაირი ფორმა ვერ მოიგონეს უბრალოდ. კი, აი ეს რო შეკრეს მე ვეღარაფერი ვეღარ მოღრღეს და აი ჰიგიენურად კაცმა არ იცის ეგრე ყოთარ. გემრიელია? ჩემი სიყვარული მოვიდა. გამეზა არის ადამიანი რომელმაც წინაზე 31 ხინკალი შეჭამა და ამან მოიგო. ამან მოიგო. დღეს ბენეფისი აქვს, როგორი მე ეს რო წამოვიღე, მე ვარ წვერიანი მელოდი და მსუქანი ანა კოშაძე. რამდენი ნაოჭი უნდა გქონდეს?
ამბობენ 19-იო, მაგრამ ეგეც არ ვიცი რატომ. მაგრამ ორ ნაოჭიანსაც როგორ ანუ რა თქმა უნდა, უნაოჭოსაც გემრა. ნაოჭები უშვება ბებე ხინკლებს, ახალგაზრდა ხინკლები, უნაოჭოები არის კორფა ხინკალი. მე არ ვიცი რატო უნდა კონდეს 19 ნაოჭი. არ ვიცი ისი მომცემია, მაგრამ თუ ესე იყო, ერთ-ერთი რამის მომცემია. არა. просто არ მე მგონია რომ კონკურსი რო იყო, სანდი კონკურსი თუ შეჭის. რაღაცა ხო არის ფოლკლორი კონკურსი ვის რომ მეტნაოც გაუკეთებ. მე ჩვენეთესა. ვინ უფრო დახელოვნებული, ხო რა თქმა უნდა, ზარეული. ნუ მაშინ კი მე მამაციც კი ეგრეა. სტუმრები მინდა ჩავწერათ სელფის რუბრიკაში, ვილაპარაკოთ. დღეს ვლაპარაკობთ ხინკალზე, ქართული გასტრონომიის მწვერვალზე და სიყვარულზე და ბედნიერებაზე. სტუმრებს კითხავ, რა არის მათთვის ხინკალი? შენც რა არის ხინკალი, ვაჟი? ჩემს ხინკალი არის, და კარგი კერძი, ნაბახუსებზე. ხინკალის ხსენებაზე ასოცირება რა ხდება? ეს ცალკენდა. ანუ აი თავისი გადმოსახედიდან რო აზროვნებს. ყავაზე რო ეკითხებოდი, აბა ყველაზე სოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი სასმელი მეორე ადგილზე რა არის მეტი და ღვინო, რა თქვა ზუსტად ესე თქვა, ჩემთვის ხინკალი არის ნაბახუსების კერძი, შენთვის. აი გაიარე, გამოიარე, ვისაც კიდე კითხე. და რამდენი გეტყვის რომ უნატრია რომ ნაბახუსებზე ყოფილიყოს ხინკლის ჩვეულებრივად ჭამისას. ამ ეპიზოდში გვექნება ორი გამოკითხვა თან ამავდროულად. ხინკალი პილპილით თუ პილპილის გარეშე კომენტარებში დაწერეთ და ჩვენ სტუმრებს ვკითხავ ხინკალი ნაბახუსებზე თუ ისე. ეგ ჩემი კითხვა რო ეგეც დაამატე. ლაშას კითხვა ეს. კაი, ფასტოს კითხოთ. გაგაწყვეტინებთ რა. მე და ლაშას კამათი გქონდა აქ ხინკალზე და ხინკალი ნაბახუსებზე თუ ნაბახუსების გარეშე. არასდროს არ მეთქვამს ხინკალზე უარი, ანუ არასდროს ცხოვრებაში არ მქონია მომენტი, როცა ხინკალი დევს და აუ დღეს ნაბახუსებზე არ ვარ, მოდი არ შევჭამან ნაბახუსზე, ანუ ყოველთვის რა თქმა უნდა, ანუ ხინკალს რომ აწვდიან მეღიმება, ხინკალზე ლუძზე მჭირს ეგა. დაკვირვებული ვარ, რომ ეს რო ვზივარ, ხინკალი რო ახლოს მოდის მეღიმება, რაც უფრო ახლოს მოდის, მით უფრო მეღიმება. ხელოძეც ეგრე ვარ. ანუ შენთვისაც როგორ საფსადას ხინკალი როგორ პირველია? კი, overall კი. ხანდახან არის ხოლმე შემთხვევა, რომ აი კუჭმაჭი კეთზე უფრო მინდა ხოლმე, არის შემთხვევა, როცა ქაბაბი მინდა, მაგრამ overall ყველაზე ხშირ შემთხვევაში ხინკალი და ლოდი არის ჩემთვის ტოპ 1 გასტრონომიული სიამოვნების მომნიჭებელი კომბო. ლიონელ მესი. ამეთ მესი, აღარ შეგეცდებით. მე დავალ ნიკა ამაშუკელთან ერთად. არ მომეწონა შენი აზრი, იდეა ნახე. იმიტომ რომ ყოველთვის ეგრეა, ხინკალი ნაბახუსებზე ისე არ არის. ისეთ ვარ და ნაბახუსებზე. ნიკა ამაშუკელს გეცხოთ. მოსას ხოდა ეგეთ შეკითხვა, რომელიც მე შეკითხვის ფორმულირება არ მოწონს. მაინც უნდა დაგიწყო. ხინკალი ნაბახუსებზე თუ ისე? ისე, იმიტომ რომ ხინკალი არის ხინკალი, მაგრამ ნაბახუსები დაჟე ბონუსი არის ხინკლისთვის, მე თუ მკითხავ. ხო, მაგას გულისხმობ ლაშას, ნაბახუსები ბონუსია ხინკლისთვის. ეს ფრაზა ამომიჭერი ანდაჟა. ნაბახუსები ბონუსია ხინკლის ჭამისთვის. ნიკა ამაშუკელი 2025 წელი ოქტომბერი. არ მინდა მე ვჭამე, უკვე ვჭამე. ძალიან გემრიელი ხინკალი არის, ოღონდ მართლა. საჭაშნიკეში. და რაც შეეხება ზოგადად ხინკალს, სანამ ახალგაზრდა ვიყავი, ხინკალი რატომღაც არ მევასებოდა, წვადი ქაბაბი ტიპი ვიყავი და მანდ მოზრაობდი რა და ბიჭო 30 პლუსი რაც გავიჩითე, ხინკალზე ვგიჟდები და ვეძებ ყველგან სად არის ძალიან გემრიელი ხინკალი. ოღონდ ჯერჯერობით თბილისის მასშტაბით. და საჭაშნიკე არის ერთ-ერთი გულწრფელად ვიტყვი ის ადგილი, სადაც მართლა ძალიან გემრიელი ხინკალი არის რა. და ამის გარდა მინდა ვთქვა, რომ აი უბეზნიერესი ვარ, რომ რეჰანის სტუმარი ვარ ეხლა მე. იმიტომ რომ ჩვენ რო YouTube-ს ვიწყებდით, ბუნკერი ვერ წარმომედგინა, რომ სადღაც სამთვეში მე ესეთ ხარისხიან არხებზე აღმოჩნდებოდი, როგორც რეჰანია და თუ ვიღაცები აქ ცხეთ ხართ, წევ ხართ,
რაღაცას აკეთებთ და რეჰანი არ გაქვთ გამოწერილი და ისე უყურებ, უეჭველი გამოიწერეთ ხო არ გადაობ და ეს მარტო რეჰანი არა, რეჰანი კუკინგიც მეგობრებო. ლევან ხოქიაშვილი გამოვიჭირეთ რესტორატორი, რომელიც გიცნობენ შენ პრინციპში ჩვენი ეპიზოდიდან ჩვენი მაყურებლები, საჭაშნიკეს რესტორატორი რაც ხავარია და შემოქმედი და ხინკლის დაბადების დღეს გილოცავ ლევან. ასევე გილოცავს და ულოცავ ყველას საერთოდ, იმიტომ რომ არ მგონია ადამიანი არსებობდეს, ვისაც ხინკალი არ უყვარს. არის ეგეთი ადამიანი? ბავშვი, დიდი, პატარა, აი ყველას ეს ხინკალი რაღაც ძალიან უყვარს რა. მე სტუმრები გამოვიკითხე და შენც უნდა დაგისვა ლაშას შეკითხვა. ხინკალი ნაბახუსებზე თუ ისე? ისე მაინც, ისე. აი ისე და მე ნაბახუსზე. აბა რა, ანუ კონკრეტულად უნდა გადაწყვიტო 3 დღით ადრე, რომ ეხლა მივდივარ ხინკლის საჭველად და უნდა წახვიდე სადღაც შავში ალბათ და უნდა ჭამო გემრიელი ხინკალი. მაგრამ ნუ თუ თბილისში მოგიდება, აგერ საჭაშნიკეში ვხედავ ხინკალს. რამდენი დავეჭერებ საჭაშნიკეს ხინკალს? საჭაშნიკეს ხინკალს არ ვიცი, არ დამითვლია. მაგრამ ისი ამბობენ, მე მგონი 18 თუ 19 ნაოჭი უნდა გქონდეს, ხო არ ვიცი. 19 ხო, რაღაცა ინფორმაცია დაუსერჩემე და არის. ეხლა კიდე უნდა გავსინჯო და დავწებელი. იცი რა მაინტერესებს კიდე? ეს ხინკლის ფასი, თირკმელი რო უნდა გაყიდოდა. საკმაოდ გაძვირებული. კი. ნახის. მაგალითად, ჩვენ თაღის ეხლა 3 და 10 თეთრი, რომელიც ძვირში გადის. კი, ნამდვილად არის ხინკალი, სადაც 3 და 80 თეთრი გის, 4 ლარიც აღიძი, რაღაცნაირად ხინკალი ისე არის განვითარებული, რომ მაქსიმალურად ცდილობენ გამომდინარე იქიდან, რომ იაფი იყოს რა, ცოტა მუშახელმა აკეთოს, ან რაღაც ხორცი იყოს გაყინული ასეთ შემდეგ. ბევრი დეტალია, რომელსაც თავს არ მოგახვევ ეხლა. უბრალოდ, ანუ ჩვენთან ხინკალს რო უკვეთავ, 4 ადამიანი ყავს, მე ხინკლი, რომელიც აი, რო შეუკვეთავ ხინკალს, ხინკლის კეთებას მაშინ იწყებენ, მოზილვას, ყელებას, ანუ რომ მოხვალ, აი 35 წუთი უნდა, ხო რა, 35 წუთი უნდა ჩვენთან და მე ხა ბევრგან არის, კაი ხინკალიც არის, მაგრამ ანუ პროცესები გამარტივებული აქვს რა, ანუ მე ჩემ შულს მარტო აქ ვაჭმევ 4 წლის ქალიშვილი მყავს 4 წლი ნახევრის და მარტო აქ ვაჭმევ ხინკალს. ეგეც პრობლემაა ისე ხო? ნდობის ფაქტი. ორივე ერთი ფასია? კი. მადლობა ლევან, ახლა ველოდებით შეჯიბს და აუ ნახოთ, აბა რა მოხდება 20 ხინკალი ვიღაცამ უკვე შეჭამა და ნახოთ რა მოხდება. მართლა? ლევანდოს საღამოს მუსიკალურად აფორმებს თამადა და თამადოსაც კითხებს წამოდიება ხინკალზე. თამადა, რომელსაც სარგენა არ ჭირდება. სიმბოლურია ის ხინკლის დაბადების დღეს თამადა მუსიკალურად. ძალიან გამისწორდა რომ დამიძახეს მართლა. ჩვენც რო გითხრეს რომ იქნებოდა. ერთ შეკითხვა მაქვს შენ. ხინკალი ნაბახუსებზე თუ ისე? აუ ნაბახუსებზე არაკთან ერთად. მართლა? ისეც რა, აი ესე რა. ძალიან რთული გადასაწყვეტია. დიდი ხანი არ ყოფილვარ ნაბახუსებზე და მაგრამ მაინც ნაბახუსებზე. ძალიან გეხმარება. ძალიან შველი. მარტო გემრიელი არ არის, შენი მშველელია და ეგ ორი ერთად რო ერთიანდება. წამალი. მადლობა. ყველა ვიდეოს ქვეშ არის ხოლმე კომენტარი, რომ რამდენს ჭამს ეს გოგო და რა გამხდარია? 1 წუთი, 22 ხინკალი ვინ ჭამა? გამარჯობა. 22 ხინკალი ჭამეთ მართლა? ეს. თქვენი სახელი? გურიკა. ჩემ ვიდეოების ქვეშ ჩვენ გვაქვს გასტრონომიული არხი რეჰანი. ჩემი ვიდეოების ქვეშ ყველა წერს, რომ რამდენს ჭამს ეს გოგო და რა გამხდარია. ვარ. კი ბატონო. ვარ გვერგება.
რაღაცნაირად. მარტო ხინკლის ჭამა გიყვართ თუ ზოგადად? არა, ხინკალი მაინც ფავორიტია რა. კი, ნომერ პირველი. აი, მადლობა. დღეს გამესამ გადაწყვეტა რომ მოდუნდეს და ისიამოვნოს და გამარჯვებაზე აღარ არის დაკონცენტრირებული. დღეს რამდენი ჭამე გამეს? სიმბოლურად 3. მე ჩემი მიკროფონი მაქვს და მაგას მოგიშვე. 3. მოტეხილი ხარ რა 3? არა, მე ვეტერანი ვარ, ჯიურიში ვარ. მე უყურებ ვინ როგორ ჭამს. რამხელა კუჭებს ტოვებენ. ხინკლის ჭამის პენსიაზე გასულ ხარ. 3 რა, გამეათხედე. რო იყო და მოდი იყოს მეტი ხინკლის ჭამის პენსია. ჰავარია გამესა, ხატვის პენსიაზე არ გავიდეს და ხინკლის ჭამის პენსიაზე გავიდეს. არა და ახლა ხუჭების დატოლების დროა. გამესაც რეკორდი იხსნება. 42? 45. 45 აქვს უკვე ნაჭამი. კარგია. საუკეთესო. 46 უნდა ჩამოთრა დაამხოს რეკორდი ბოდიში. პაპადიეს, მაგრამ ვერ მონის. მას ეს არ გაუჭირდება. გიორგი, ერთის და 46 იქნება აბსოლუტური დომინაცია. Europa qua campione ne correva. აგრად. დაუჩერებელი არის. სოფლიო რეკორდი მოიხსნა მე რაც ვიცი. ხინკალია და ალბათ უფრო მაგის გამო შევჭამე ვიდრე შეჯიბრის გამო რა. ძალიან კაი ხინკალი არის ხო? ან საუკეთესო არის. ძალიან მაგარი. მეც ცოტა დამატყდა რა 4 ცალი. აჯობეს გამეზას, შარშანდელი გამეზას რეკორდი გააუმჯობესეს. მაგრამ ჩვენთვის ის მაინც ჩემპიონია. ჩვენ მოვიფიქრეთ ესეთი რამე რა. ეპიზოდის შეჯამება უნდა ჩავწეროთ დიპლომი 2024-ისთან გამეზა. ხინკლის ჭამი, მაგრამ ხინკალცია, ჭამოცი. მე შემიძლია სხვა რამე ვჭამო. მე შემიძლია ვჭამო ციცაკა. აი ციცაკა. ციცაკის ჭამი. გავხსენით პირი, ჩავიდე ციცაკა. მარია. მაგარია. ებიცო დავიხვა. პასინჯერ. ციცაკა გადაიღე, ციცაკა. ახლა